ხმაური რუსთავის საკრებულოში საგანგებო სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალისა და მისი ლიკვიდაციის შესახებ იმსჯელეს რუსთავის საკრებულომ ზარალის დამცვლელი სპეციალური კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა, რომელსაც ქალაქის მერის მოადგილე დავით ჯაფარიძე უხელმძღვანელებს, როგორც ქალაქის მერმა ლაშა მინდელმა განაცხადა, კომისია შეისწავლის სტიქიისგან მიყენებულ ზარალს და შესაბამისი დოკუმენტაცია ცენტრალურ ხელისუფლებას გადაეგზავნება. მისივე თქმით, დაზარალებული მოსახლეობის მიერ განხორციელებულ ყველა გამოძახებაზე იყო რეაგირება, რასაც საკრებულოს სხდომაზე დამსწრეს სტიქიის დროს დაზარალებული მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მათი თქმით, დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას ცხელ ხაზს და სამაშველო სამსახურს არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. Komisijas შედის 10 მუნიციპალიტეტის თავდადებითი მართვის ორგანოს თავმჯდომარე, 10 მაჟორიტარი დეპუტატი და საკრებულოზე საკრებულოს წევრებს, რომელთაც სურვილი აქვს რომ იყვნენ წევრები, ისინი აუცილებლად გახდებიან წევრები. თლიანი ჭერის საერთოდ ჩამოინგრა და როგორც გარეთვება, ისეთ ვება შეგიძლია. ფაქტობრივად, ჩემი ოჯახი თლიანად ღიაცის ქვეშ დარჩა, ღამე გარეთ გავათენეთ. ორშაბათთვის ყველა ხე იქნება გატანილი და საშუალება უკვე დღესდღეობით ვერცხალობით აღარ არის პრობლემა. ჩვენ შეიქმნა კომისია, სადაც იქნება ყველა მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე ჩართული, მაჟორიტარი დეპუტატები იქნება ჩართული და ყველა იმის სამართზე, რომელი განცხადებაც არის შემოსული, რომელზეც და რომელიც ცხელ ხაზზე დარეკა, ყველგან მივლენ აბსოლუტურად იქნება აღწერა.